ცალსახა არის ის ფაქტი, რომ ამიერიდან სხვადასხვა რეგულატორების მიერ საზღვარგარეთ ძალიან გაჭირდება ბიტკოინთან დაკავშირებით ისეთი ორაზროვანი განცხადებების გაკეთება, რომლებიც გადაცემის სხვა ნაწილებში ვიეხილეთ და ფაქტობრივად ის, რომ აი კრიმინალები იყენებენ მხოლოდ და შესაბამისად მისი რეგულირება ვერ ხდება და ასე შემდგომ, აი ეს საკითხები ნელ-ნელა მოიხსნება დღის წესრიგიდან. კიდევ ერთხელ მე მირჩენია მოკლედ ეს სამყარო თავისით განვითარდეს და პრინციპში თქვენ თუ გაიხსენებთ 2021 წელს დიდად ის ადმინისტრაცია თავს არ იკლავდა ასე ვთქვათ კრიპტოს და მით უმეტეს ბიტკოინის შექებით, თუმცა ამ ადმინისტრაციისგან მოსალოდნელი ყველაფერი არის, შეიძლება სიტყვების გადაითქვას, შეიძლება რაღაცები შეიცვალოს. მოკლედ ფრთხილი ოპტიმიზმით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით, ფრთხილი ოპტიმიზმით ვაკვირდებით ამ მოვლენებს და აქვე ხაზს გავუსვამთ წინა ბულ მარკეტმა და ბიარ მარკეტმაც დაამტკიცა და ადასტურა ეს პრინციპში რაც უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის, ამ ქვეყნებმა რაც უნდა გადაწყვიტონ, საბოლოო ჯამში ეს ტექნოლოგია არსებობს და არსებობს.